დაიწყება თუ არა რეპრესიების ახალი ტალღა და დაისჯებიან თუ არა ადამიანები მხოლოდ მშვიდობიანი პროტესტისა და ტროტუარზე დგომის გამო ამას ახლო მომავალში გავიგებთ, რადგან მათი პროცესები 23 ადამიანის, რომლებიც პირველ ტალღაში აღმოჩნდნენ ქართული ოცნების ამ რეპრესიების ახალი დაანონსებული რეპრესიების ქრონიკის, მათი ნაწილის პროცესები არის ჩანიშნული აღნიშნულ მომდევნო კვირაში, ხოლო ნაწილის პროცესი არის გადადებული უვადოდ. მათ ვესაუბრეთ და ვკითხეთ, როგორი არის მათი მოლოდინები, რა თქმა უნდა, ყველას პოზიცია არის უცვლელი საპროტესტო მუხტთან და ტალღასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ქართული ოცნების მიერ მართულმა სასამართლომ, მათი ბრძოლა არ გაჩერდება და დედაქალაქის მთავარ გამზირზე მაინც გამოვლენ უწყვეტი და უცვლელი შეძახილებით, ნაწილი კი ფიქრობს, რომ შესაძლებელია სასამართლომ ვერ მიიღოს მკაფიო გადაწყვეტილება და კიდევ გადადოს პროცესი, რადგან მათი განმარტებით იმდენად აბსურდულია ეს ყველაფერი, რომ შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილის მართულ სასამართლოსაც კი გაუჭირდეს რაიმე გადაწყვეტილების მიღება ამასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში შეიძლება რიგ საკითხებთან მიმართებით მათი პოზიციები არ ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა ერთი რამ, რაც ნამდვილად ყოველ მათგანს აერთიანებს, არის სიმტკიცე, ამბობენ, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, მაინც გააგრძელებენ ბრძოლასა და პროტესტს, რადგან ეს პროტესტი არის მათი უფლება და დემოკრატიული გამოხატვის ფორმას, ვერც ივანიშვილის გუნდი და ვერც სხვა რომელიმე ძალა მათ ვერ შეუზღუდავს. დამჭერს დაბეჭდილება, რომ მოსამართლე აპირებს, რომ არც შემდეგ პროცესი არ დაასრულოს ეს საქმე და კიდე გადადოს. საერთოდ აიციც არ გამიკვირდება, რომ დამირეკონ და მითხრა, რომ უღოდოდ გადაიდება. ძალიან გაიჭედა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაც მოსალოდნელი იყო, გაიჭედებოდა, იმიტომ რომ არანაირი მექანიზმი არ აქვს, რომ ეს კანონი აღასრულონ და ჩემი ამ წუთას საერთოდ არ გამიკვირდება, რომ ყველა ეს საქმე გადადონ უვადოდ და შემოდონ თაროებზე. 6 თვე აქვს პრინციპში მაგის განსახილველად. ალბათ ვიხდნენ, რომ ეს იმ ფორმით რა პრინციპს აპირებდნენ, რომ ეს კანონი აღასრულებინათ, შეუძლებელია რომ აღასრულებინათ. ორი პროცესი მაქვს, ორ რიცხვს მე დავაბია 17 დეკემბერს და 18 დეკემბერს. და ამიტომ ვიძახე, ორივე ხალხო დაიტოვეთ თქვენთვის, იმიტომ რომ მე არ მჭირდება და არც ერთ დღეზე არ ვთვლი თავს დამნაშავედ, რომ ვიბრძვი აქ და ვდგავარ აქ. მე ყოველთვის ვიქნები წინა ფლანგზე, წინა ფრონტზე და ყოველთვის ყველა პოლიციელს, ყველა ამ რეჟიმის მონას დავუდგები წინ და იცოდნენ, რომ ლიზი უბილავა დგას აქ და ვერც დაჭერით და ვერც სასამართლოებით ვერ შემაშინებთ ვერასოდეს. ზოგითხრათ ხა რომ 63 ადამიანიდან ვინმე ნერვიულობს და ელოდება იმ პროცესს და ვინმე ძალიან განიცდის და რაღაცა აბსოლუტურად არა. ბრძოლას არც ერთი მათგანი არ შეწყვეტ. ოჯახის წევრებზე ძვირფასი არავინ ყავს ადამიანს, ხო, შვილებზე, მეუღლეზე, მშობლებზე ძვირფასი, მაგრამ ეს ადამიანებიც გაუტოლდა ჩვენ ოჯახის წევრების სტატუსს. ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების შესაძლო დაკავების საკითხი შევაფასებინეთ იურისტებსაც. ამ შემთხვევაში მათი პოზიციებიც არის დუალური. ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლებელია სასამართლომ ვერ მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან მათი პერსპექტივიდანაც კი ძალიან აბსურდულია ეს საქმეები, ხოლო ნაწილი ამბობს, რომ ამ სასამართლოსგან არაფერი გაუკვირდებათ, რადგან ეს მოსამართლეები არ იღებენ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას და რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების გადაწყვეტილებების გამხმოვანებლები არიან, ნებისმიერ შემთხვევაში ელოდებიან პროცესებისა და მოვლენების განვითარებას, ამიტომ მოუწოდებენ ყველას, რომ ნებისმიერი სცენარისათვის იყვნენ მზად, რადგან ქართული ოცნებისაგან ყველაფერი არის მოსალოდნელი. ეს კანონი და თვითონ ეს საქმეები აბსურდულობის იმ მასშტაბს აღწევს, როგორიც მაგალითად რუსეთში არის ცარიელი ფურცლის გამო ადამიანების დაჭერა. მტკიცებულებები, რომლებიც თვითონ შესწომ წარმოადგენენ, ეს მტკიცებულებებიც კი პირდაპირ მიუთითებს, რომ არავის არაფერში არ შეშლია ხელი, არავის გადაადგილებაში ხელი არ შეშლია. მე მგონია და არ ვიცი, ასეთი აზრი მაქვს, რომ სასამართლო არ იყო თანახმა, რომ ეს დავალება შეესრულებინა და გადაწეული არის ეს პროცესები, იმდენად აბსურდული არის ეს კანონი, იმდენად გაუგონარი რაღაც მოიფიქრა ქართულმა ოცნებამ, სასამართლოსაც კი სწვენი ამ კანონების აღსრულება. სასამართლო რეჟიმს აბსოლუტურად ყველაფერს უსრულებს და ახლაც არ მაქვს არანაირი მოლოდინი სასამართლოს მხრიდან. მოსამართლემ უნდა იცოდეს, რომ ტროტუარის გადაკეტვისთვის, რომ ადმინისტრაციული წესი დააპატიმრებს პირს, განმეორებით რომ ჩაიდინოს იმ პირმა, უკვე 1 წლამდე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება რისთვის, ტროტუარზე დგომისთვის, თან მშვიდობიანად დგომისთვის, სასამართლო ასრულებს რეჟიმის დაკვეთებს და ეხლა თუ გამოიღვიძებს და ხალხის ინტერესებისთვის და პირველ რიგში კანონის უზენაესობიდან გამომდინარე მოქმედებს, ბუნებრივია ეს წაადგება ისევ მათ რეპუტაციას.
ტროტუარზე დგომის გამო დასჯის მოლოდინში არის 23 მოქალაქე, მათი პროცესი დეკემბრის ბოლო კვირებში გაიმართა ყოველი მათგანის ერთმანეთის მიყოლებით. ნაწილის პროცესები უვადოდ გადაიდო, ხოლო ნაწილის მიმდინარე კვირაში გაიმართება და არის ჩანიშნული. ნებისმიერ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ბიძინა ივანიშვილის გუნდის მიერ მართულმა სასამართლომ ეს მათ მუხტსა და საპროტესტო განწყობაზე გავლენას არ მოახდენს. როგორც თავად გვეუბნებიან, პროტესტი გრძელდება, ხოლო რაც შეეხება მოლოდინებს, რა თქმა უნდა, ცალსახად და მკაფი ოპოზიცია არ აქვთ, რადგან ფიქრობენ, რომ ივანიშვილის გუნდი განსაკუთრებით ცნობილია მით უმეტეს ბოლო პერიოდის განმავლობაში სპონტანური გადაწყვეტილებით. ამიტომ რაც არ უნდა გააკეთოს ახლა ქართულმა ოცნებამ და მის მიერ მართულმა სასამართლომ, ფიქრობენ, რომ ეს მაინც მათი პარტიული ინტერესებით იქნება ნაკარნახევი და არ იქნება არანაირად იმასთან ბმასა და კონტექსტში, თუ რა გადაწყვეტილება აქვთ ან რა მოლოდინები აქვთ ამ თემასთან დაკავშირებით. თავად ნებისმიერ შემთხვევაში ელოდებიან სასამართლო პროცესებს, ხოლო ქართულ ოცნებას კიდევ ერთხელ მკაფიოდ უდესტურებენ საკუთარ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი რეპრესიები არ მუშაობს და კიდევ უფრო მეტ პროტესტს გამოიწვევენ საზოგადოებაში, თუ კი ასე გაგრძელდება მომდევნო პერიოდის განმავლობაშიც. პირდაპირ ეთერში ხატია სამხარაძე საუბრობდა.